სამსახური. გადავიდა ადმინისტრაციის სამსახურში, ხო? დიახ. სახელმწიფოში როგორ არის განაგებული, ხო? სამინისტროს არა. ეკონომიკის სამინისტროში შედის თორემ. ჩვენ რატო გავედით პეტროს მომხდარს სამინისტროს კანდიდატია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ტურიზმის სამსახური. ჩვენ გადავიტანეთ ადმინისტრაციაში. მართვის თვალსაზრისით და მართვის თვალსაზრისით. კი ბატონო, მართვის თვალსაზრისით ეს ამ კონკრეტული ორი მიმართულების, რომელიც არის ფილმის საგარეო საერთაშორისო ურთიერთობები და პროექტების მართა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში ყოფილება, ვინაიდან ძალიან არის ეს მიმართულებები ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ადმინისტრაციული სამსახურის ჩართულობის გარეშე ფაქტიურად ამ განყოფილების ფუნქციონირება ძალიან არის გართულებული და ამას ემსახურება აღნიშნული ცვლილება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობა ფაქტორია გადაჯაჭვული და იატაკზე გადავიდა. ჩვენ ვიცით როგორია უჩვენებლად ასე მიმიჩნიეთ რომ თავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურას ეს აუცილებლად ის უნდა შეესაბამება. რეგიონში სხვა მუნიციპალიტეტებში ხო არის ის როგორია? სხვადასხვა მიმართულებებში არის გაერთიანებული. ზოგადად შეიძლება საერთოდ არის საგარეო ურთიერთობის მიმართულება. ყველა მუნიციპალიტეტს თავისი სტრუქტურა და თავისი აგებულება აქვს. ისევე როგორც სამინისტროს საკუთარ. ისეთი რაღაც სახელმწიფო ნაბოლოებად გავშიშინ მოგაცეს. კითხვები გვაქვს კიდევ? მოგესალმებით. ქალბატონო ანა, მუხლი ორთან დაკავშირებით მაინტერესებს. დაზიანება და რა შედის გამოფენების თანავე და ხო, და გავცადესო კუთვნილისგან სამართლიანი ურთიერთობა. და ეს ხარობის ხო არ იქნება? და იქნება მხოლოდ შექმნილი დამოუკიდებლად. გავიარე ამასთან დაკავშირებით. ხარობის ადმინისტრაციის სამართლობის დედამხედველობის წარმოადგენთან კონსულტაცია და მივიღეთ რეკომენდაცია, რომ უმჯობესი იქნება მხოლოდ ეს ნაწილი, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი სახით დადგენება ამ მომხდარს 2021 წლის 15 იანვარში. ეს ეს კითხვა გამიშვა რომ კონკურსები რო ჩატარდება ჩვენ არა გვაქვს მაინც გარანტია დროულად მოესწრება და 15 აგვისტოდან ყველაფერი იქნება რეჟიმში, ამიტომ გავსვი ეს კითხვა. დანარჩენი კითხვები იყოს მოლოთარი არის ორგანიზაციის გასრულების და ამიტომ წინა პროცედურული საკითხების მოსაზრებელი აუცილებლად უნდა იყოს დასრულებული. კარგი, დანარჩენი კითხვები მეორე საკითხზე მოსწონია. მე მაქვს ერთი კითხვა. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მოქალაქემ გაგისაჩივრად და მისმა ადვოკატმა მიმართა სასამართლოს და შეჩერება მოითხოვა. 15 აგვისტოდან რომ ამოქმედდეს ეს დოკუმენტი. მაგ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ხო. ის შედეგებს საფუძველი რა არის? აი, შედეგი გაასაჩივროს. შედეგი ანუ შიდა კონკურსით უნდა იყოს თუ გარე კონკურსით? შიდა კონკურსი. ხო, პოზიციაზე გამოცხადდება შიდა კონკურსი. შიდა კონკურსში ვიღაცამ ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა არ არის მიიღებული, არ არის მისი თხოვნა დაკმაყოფილებული და გაგისაჩივრათ იმისმა ადვოკატმა. და სამართლებრივ ეს არის თანდემი პროცესი, შესაძლებელია ვიღაცისთვის არ იყოს დაკმაყოფილებელი ორგანიზაციის შედეგები, შესაძლოა რომ ამას მოხდეს სამისი სარჩელის სამართლოს სასამართლოში
და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს? ხო, აი რა დრო შეიძლება რომ გაიწერო? კი ბატონო. ხო, სასამართლომ შეჩერება მოითხოვოს. ანა 2026 წლის 15 აგვისტოდან რომ არ ეწეროს და გამოქვეყნებისთანავე ეწეროს. ხო, გამოქვეყნებისთანავე ვერ შევა ძალაში. არ იქნება სამართლებრივად სწორი. 15 აგვისტოს რომ დადგენილება არ ამოქმედდეს. 15 აგვისტოს უნდა რომ არ ამოქმედდეს? კარგი, მოვიდეს 15 აგვისტო. თუმცა მე მგონია რომ ღია კენჭის ყველაზე უნდა დააყენონ აი ეს ნაწილი რომ ამოიღონ აი ამ ფურცლებიდან. კი. არა? კაი, მოვიდეს 15 აგვისტო. კონსულტაციასთან გავიარე და შური შენიშნა არის გათვალისწინება. კითხვები თუ აღარ არის, მეტის ეს რეჟიმი ჩავწოთ. აფიქსირებ თუ შეიძლება ვინ არის მომხდარა მოძინაური. შემდეგი საკითხი მერის საშტატო თანამდებობის საერთო საქართველოს სანდარბებაში ორგანიზაციის შედეგად იგი განისაზღვრება 112 საშტატო ერთეულით და როგორც სამსახურებზე საშტატო ერთეულებზე გავრცელდება შტატების შემცირების პროცესი როგორც კომუნიკაციის არის ტურიზმის განვითარების განყოფილება საგარეო ურთიერთობების საშუალო განყოფილებაში რომელიც ექიანება ცილათადების ადმინისტრაციული სამსახურის მდგომარეობაში და ახალი განყოფილება ჩამოყალიბდა 5 საშტატო ერთეულით, აქედან 1 განყოფილების უფროსი და 4 უფროსი სპეციალისტი, 1 იქნება სპეციალისტის განსაზღვრებული ფუნქცია, რომელიც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას, რომელსაც გამოცხადება დახურული ან ღია კონკურსი და ამით შეიცება აღნიშნული ფუნქცია, ხოლო რაც შეეხება სამ პოზიციას რეორგანიზაციის ფარგლებში გასაუბრების შედეგად შეირჩევა 3 არსებული თანამშრომელი, რომელიც პირდაპირ გადაყვანილ იქნება მირის ძახილებას. ასევე ერთი საშტატო ერთეული უფროსი სპეციალისტის, რომელიც მასზე დასაქმებული მდგომარეობით გარკვეულ ფუნქციონალობას ახორციელებს ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, მისი თანამდებობა შტატიანად რანგის და იერარქიის ცვლილების გარეშე გადაინაცვლეს ინფრასტრუქტურის განყოფილებაში. ინფრასტრუქტურის განყოფილებაში შემცირდება ერთი უმცროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, საერთო ჯამში მისი საშტატო რიცხვობა ინფრასტრუქტურის განყოფილების არის განსაზღვრული 8 საშტატო ერთეული და ამჟამად სპეციალისტები შეება უცვლელი სპეციალისტი შტატი ცვლილდება და ერთი სპეციალისტის შტატი გადაინაცვლებს მოქალაქეობის პროცესის წარმოების განყოფილებიდან. ასევე დამთავრების დასაწყისის სოციალურ საკითხთა სამსახურის განყოფილების გადაშენის განყოფილებაში მცირდება ერთი უმცროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული. ასევე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში იქნება ერთი ვაკანტური უმცროსი სპეციალისტის პოზიცია, ასევე იურიდიული სამსახურის სამართლებრივი განყოფილებაში იქნება ერთი სპეციალისტის ვაკანტური პოზიცია. ასევე
ადმინისტრაციული სამსახურის მომსახურების საქმის წარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უმაღლესობის არსებული ორი უმცროსი სპეციალისტის შტატის განადგურება ხდება უფროსი სპეციალისტის შტატად და მასზე გამოცხადება შიდა კონკურსი და ამ განყოფილებაში საქართველოს საჯარო მოხელეებს ეკნებათ შესაძლებლობა კარიერული განვითარების მიზნით მიიღონ მონაწილეობა შიდა კონკურსში. საშტატო ნუსხაშიდაც შეექმნათ სულ ეს არის მოუწოდოთ სამეჩეო სადრიჩება ინფრასტრუქტურის სამსახურში თქვენ შტატს არ აცილეთ, ხო? ინფრასტრუქტურის განყოფილების საშტატო ცხოვრება 8 არის განსაზღვრული დღეს და წარმოდგენილი შვილებითაც 8 იქნება უცვლელი რჩება. ვაკანსია გაქვთ მაგრამ სამსახურში? ვაკანსია არის განყოფილების უფროსის ვაკანსია და არის სამსახურის უფროსის ვაკანსია. ამდენი ხანია ეს ვაკანსია? საკმაოდ დიდი ხანია. შეიძლება წელიწად ნახევარიც არის. და არ გიფიქრიათ რატომ? ალბათ იმიტომ რომ არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანი რომელსაც გემანაზღაურება არ გავასახე. გემანაზღაურება არ შესაძლოა არ იყოს სახარბიელო დაგეგმვა გამომდინარე. ვერი რას ფიქრობთ რაცო არ ანაზღაურება გავზარდოთ ორ წელიწადია სამსახურის უფროსი ვერ მივიღეთ ვერ მივიღეთ ანაზღაურება გავზარდოთ ყველაზე რთული პოზიცია არის დღეს და გამოწვევაა თელავის რაიონისთვის ინფრასტრუქტურის ეს უკვე განძილი არის საგანია. სხვა სამსახურებთან შედარებით განყოფილების უფროსი და სპეციალისტებს მეტი აქვს ახლა. სამსახურის უფროსის კედნერ ჩემპასერა ანაზღაურება ორი წელიწადია სამსახურის არა მეტია ბატონო ეს თანამშრომელი სამსახურის უფროსი გინდა. სამსახურის უფროსი არა სამსახურის უფროსი განყოფილების უფროსი კი სამსახურის უფროსი სპეციალისტი მომავალები ყავს მოვალეობის შემსრულებელი. მე მომავალე. რამდენადაც ყავს ინფორმაცია, მასაც გამოცხადება კონკურსები უახლოეს მომავალში. შეიძლება სამშობლო პოზიცია. თუ იქნება რა თქმა უნდა არეგისტრირებული შესაბამისი კანდიდატი. რაიონში 80,000 კაცი ცხოვრობს და ესე მაგრამ 70,000 კაცი ცხოვრობს თელავის რაიონში და არ ყავს 75,000 კაცი, ამეც აღარ დავუკვირდი. 54 ამორჩეველია. ეს 71. აუჩერზე არ აქვს ლაპარაკი. სახელმწიფო აფროსკი, sorry. ცხოვრობს ლაპარაკი. უისორი. ესე იგი, თქვენ აუჩერზე ეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელი არ ყავს, მაგის გამოა ეს ყველას. ცოტა უცნაურია, მე ვფიქრობ, რომ პასუხის გეუბნება. საძლოა ვისაც აქვს კაცი კვალიფიკაცია აღარ რაღაცაშია საქმე, ხო? წელად ნახევარი სამსახურის პროცესებში შეუძლო. ახერბასია დაბადა. არა თქვენ ძამთ და. რას უნდა სულ სხვანაირად ვინმო. ჩემი აზრით, რაში თქვენი. იმიტომ რომ პასუხის გეუბნება დიდია, ძალიან დიდია და შესაბამისი ანაზღაურება არ არის, ხობა და ციხის ეშენია. არის შეიძლება კითხვები. დანე. ორი კითხვა მექნება. ერთი, ანუ 8 საშტატო ერთეულით რომ მცირდება, აქედან 6 მოქმედი, ანუ 2 ვაკანტური რაც არის, ეს ავტომატურად უქმდება, ესე გამოდის და იმ 6-ზე კიდე გამოდის, რომ სამსახურდა წასვლა მოუწევთ. პირდაპირ გადაყვანის წესით მოგონი ახსენეთ. რომელი განყოფილების უფროსი გადადის? გასაუბრება შედგება, ყველა ამ ორივე განყოფილებაში შედგება გასაუბრებას გაიგიან განყოფილების უფროსებიც, თუ შეიძლება შესაბამისი კანდიდატი განყოფილების უფროსი შეიძლება არსებულიდან შევარჩიოთ. ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე შესაძლოა რომ 6 თანამშრომელი დარჩეს სამსახურის გარეთ. და მეორე კითხვა. ბატონ მერს მიმართული წერილობით დაახლოებით 10 წლის უკან და ამ რეორგანიზაციის ფარგლებში
მოვითხოვე აგრეთვე რეორგანიზაცია ადმინისტრაციული ერთეულების. მოგეხსენებათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 4 მოხლის შესაბამისად, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში შეიძლება იყოს დაყოფილი ქუჩები ადმინისტრაციული ერთეულებად. ჩვენი ტიპის მმართველობაში, ანუ სადაც თვითმმართველი ქალაქი აღარ არის ჯუნეთიდან, უნდა იყოს მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეული. ამჟამად ქალაქში გვაქვს 5 ადმინისტრაციული ერთეული, რაც არის კანონდარღვევა, წლებია უკვე, ამას არაერთმომაზე ვითხოვ, წერილობით წერილ. ეს არის შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ეს არის საბიუჯეტო სასწრების არავიზნობილი ხარჯვა. სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებია და ეს მარტო საკრებულოს და მერის თანამდებობის მოქმედ პირებს კი არ ეხება. ყოფილებსაც ეხება, იმიტომ რომ იმათვისაც ცნობილი იყო ეს ფაქტი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ რეორგანიზაციის ფარგლებში ეს ადმინისტრაციული ერთეულები შეამციროთ, ისე როგორც ამდენობითად გათვალისწინებული, ერთ ადმინისტრაციულ ერთეულამდე წელიწადში დავზოგავთ 250,000 ლარს მინიმუმ და ამ სახსრებს გამოვიყენებთ სხვა მიმართულებად. ამ ეტაპზე ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიდან. ხოთ გაითვალისწინოთ. მე არ მინდა რომ ვიღაცა დაისაჯოს, მაგრამ ამის ხანდაზმულობის ვადა არის 15 წელი ხარ გამოვიყენე დანაშაული. ხოთ გაითვალისწინოთ. არა, მოგწერეთ მე და რას ფიქრობთ მეთქი რა, იმიტომ რომ სავარაუდოდ თქვენ გექნებათ დაწერილი ეს წერილი და მაგიტომ რეორგანიზაციის ფარგლებში თუ არ მოხდება ბარემ ადმინისტრაციული ერთეულების რეორგანიზაცია. ამ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ამ ეტაპზე ეს შეიძლება არ არის წარმოდგენილი განხილვის პროცესში არის. ეს საკითხი და არაში თახმად აბსოლუტურად ეს გამომდინარე ქალაქ-თელავი ადმინისტრაციული არის შესაბამისი და თქმა უნდა ეს შეიძლება უბრალოდ ამ ორგანიზაციის ხარჯებში არის ჯერჯერობით გამოყენებული და ამჟამად ისტორიული არის ამ პროცესში შესაძლებელი. ითხოვე თუ დასწრება არა პენჯისტრის რეჟიმზე გადავა. ეს ახლა არ დაწყებულა ბატონო თქვენს კარგად 2017 წელს წარმოიშვა ეს პრობლემა თქვენ შეეჯახეთ ამ პრობლემას. ხოთ ეს მოდის ეს თემა რა. კი, მოდის და მე ვიცი რომ დაწყებული არის ეს პროცესი და გარკვეული განწყობილება იქნება ალბათ შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ. იმედი მეგობრებო, სანამ თქვენ სუპორტი კიდევ ერთხელ შეიძლება შეგვახსენეთ ვალდებთან დაკავშირებით. ადგილობრივ წავაში შეიძლება ამოქმედება 2026 წლის 15 აგვისტოში. ოღონდ ჩართოთ პენჯისტრის რეჟიმი. დააფიქსირეთ თუ შეიძლება მოგვიყვანოს. შემდეგი საკითხი უკვე დებულებებში ხმა იმასთან შედარებით რაც ეს წავიდა. სადაც? ეგეთი კაცია. ზურია. გადავიდეთ ჩემს საკითხს. მერის ადმინისტრაციული სამსახურის რეგულირების განხილვის შესახებ ძალადაკარგულობის ხდება არსებული დებულება და რაც გავაჟღერე მცდელობის გათვალისწინებით არის წარმოდგენილი ახალი დებულების პროექტი. კითხვები თუ არის?
ჩართოთ. შედა ეს პრეტენზი დავამოგი. ასურებულია. ეს დოკუმენტს მინერზია. და ბოლოს საკითხი. ბოლოს საკითხი გახავთ მე ქონის და შესაძლოა სანსკრიტის შესაძლოა ანალოგიურად ხო, ვადები იგივე. კი ბატონო, ყველა ოთხერიდან სამშობლოებია მოხდება ფუძე. მე ანალოგიურად ყველა ტემპო გამოცხადდა. აღარ და Where are you machine adavdet geliştir size yüzde çarpı. Rahmasiye yüzde oynarız sohbetini alıyor. Uluyor. Ne oldu bu sıkıntı var? Aslında uluyor.